ცენტრ აფხაზეთის ინიციატივით დევნილებისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის სტრატეგიის პროექტი შეიქმნა, რაც ითვალისწინებს ეს დოკუმენტი, დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური პოტენციალი, რესურსების მობილიზება, მათი დასაქმების ხელშეწყობა, შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის დაძლევა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ აფხაზეთის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია გახლავთ. Talk-show ქრონომეტრი ეკა ვეფხვაძესთან ერთად რადიო იმედზე. საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ქრონომეტრი, სტუდიაში ეკა ვეფხვაძე მუშაობს, როგორც გითხარით ჩვენი გადაცემის სტუმარი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ აფხაზეთის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია გახლავთ. შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 11 99. შეგიძლიათ ამ ნომრებზე დარეკოთ და მიიღოთ მონაწილეობა გადაცემაში, დასვათ შეკითხვები თქვენთვის საჭიროა, თუ კი ასეთი კითხვები გაგიჩნდებათ ჩვენ სტუმართან. ეკა მოგესალმებით, საღამოშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმები რადიო იმედის მსმენელებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე როგორც დავაანონსე, ეს არის ახალი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დევნილებისათვის მოსახლეობის ეკონომიკური რაღაც პოტენციალის, რესურსების მობილიზებას, დასაქმების ხელშეწყობას, რაც ჩამოთვალე. მოდით უფრო კონკრეტულად რა დოკუმენტია ეს, ამაზე რომ ვისაუბროთ, გითხრათ. უპირველეს ყოვლისა დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს გადაცემაში მოწვევისათვის და ჩემთვის დიდი პატივია რომ მაქვს შესაძლებლობა უფრო ფართო საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით. ეს გახლავთ დევნილთა სამინისტრო, ეროვნული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და თავად დევნილთა თემები. დოკუმენტის სახელწოდება არის ესეთი საკმაოდ გრძელი, დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის სტრატეგია, რომლის ინგლისური ვერსია გახლავთ livelihood-ის სტრატეგია, ესე მოკლედ რომ ვთქვა უფრო. ეს გახლავთ ჯერჯერობით პროექტი დოკუმენტის, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა ეკონომიკური პოტენციალისა და რესურსების მობილიზებას, მათი დასაქმების ხელშეწყობას, შემოსავლების გაზრდას, თვითკმარობის უზრუნველყოფას და სიღარიბის დაძლევას. ძალიან ამბიციური პროექტი ხარ, რაც ჩამოთვალეთ, ხო? და არ ვიცი როგორ რამდენად შესრულებადია ეს, მოდით კონკრეტულად რო ვისაუბროთ, რას ნიშნავს ის ჩამოთვლილი პუნქტები, რას თქვენ ახლა ახსენეთ და როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი. მოგახსენებთ, ესე იგი, ბოლო 20 წლის განმავლობაში არ არსებობდა საერთოდ საარსებო წყაროების პროგრამების დაგეგმარების, კოორდინირების და განხორციელების ერთიანი ხედვა, რომელიც გააერთიანებდა სამთავრობო უწყებების, დონორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეროვნული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და დევნილთა ძალისხმევას. ანუ საარსებო წყაროების პროექტები ხორციელდებოდა და დღემდე სამწუხაროდ ხორციელდება, ესე ვთქვათ, ყოველგვარი სამთავრობო სტრატეგიისა და გრძელვადიანი დაგეგმარების გარეშე. ანუ ამ პროგრამების განხორციელებას უფრო ჰქონდა სპონტანური ხასიათი და აკლდა კომპლექსური კოორდინაცია. აქედან გამომდინარე დადგა საჭიროება გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ შექმნილიყო დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის სტრატეგია, რომელიც ამ სხვადასხვა ზემოთ ჩამოთვლილი დაინტერესებული მხარეების ერთიან ძალისხმევას გააერთიანებს, ეს იქნება ერთიანი ხედვა და მიდგომა, თუ როგორ უნდა მოხდეს დევნილთა დამოკიდებულების შემცირება სახელმწიფოზე და მათი თვითკმარობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, რა თქმა უნდა, ეს როგორც უკვე აღნიშნე გახლავთ პროექტი, რომელიც ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არის მსჯელობისა და დასრულების ფაზაში. ეს თქვენმა ცენტრმა შეიმუშავა ეს პროექტი? არა, მოგახსენებთ, ესე იგი, როგორც მოგახსენებათ, არსებობს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2007 წელს. აღნიშნულ სტრატეგიას გააჩნია სამოქმედო გეგმა. ბოლო სამოქმედო გეგმა, რომელიც გახლავთ 2012-2014 წლის სამოქმედო გეგმა, ითვალისწინებდა, რომ შემუშავებულიყო მსგავსი ტიპის სტრატეგია სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით. ამ პროცესს აღსანიშნავია, რომ მხარს უჭერდა ბევრი დონორი ორგანიზაცია, განსაკუთრებით ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო და სხვა ასევე დონორი ქვეყნები.
თავად ინიციატივა დაიწყო წელს გაზაფხულზე. მე ასე ვიტყოდი, რომ ეს თვითონ სამუშაო პროცესი შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად. პირველ ეტაპზე ეს გახლდათ სამუშაო პროცესი, სადაც აქტიურად იყო ჩართული თავად დევნილთა სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ ეროვნული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა იყო არასაკმარისი. აქედან გამომდინარე პირვანდელი ესეთი დოკუმენტი, რომელიც ასე ვთქვათ, შეიქმნა, არ ითვალისწინებდა საკმარისად დევნილთა მოსაზრებებს და იქ არ იყო საკმარისად ასახული ის საჭიროებები, და გამოწვევები, რომლებიც დღეს არსებობს დევნილთა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ასევე აღნიშნულ დოკუმენტში არ იყო ნათლად ასახული თუ რა როლი უნდა ჰქონოდა სამოქალაქო სექტორს, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ დოკუმენტის განხორციელებაში. აქედან გამომდინარე ცენტრი აფხაზეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ დოკუმენტის განხილვის პროცესში ჩართულიყვნენ ეროვნული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად დევნილები. აქედან გამომდინარე ჩვენ ბოლო 2 თვის განმავლობაში გავაკეთეთ ესეთი ინიციატივა და ჩავერთეთ ამ პროცესში 70-ზე მეტი ორგანიზაცია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და დევნილთა თვითონ სათემო ორგანიზაციები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ვინაიდან ეს დოკუმენტი ეხება დევნილთა მომავალს, დევნილთა ეკონომიკურ განვითარებას და მათ თვითკმარობას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დევნილებს ჰქონოდათ შესაძლებლობა თავად ემსჯელად ამ დოკუმენტზე, გამოეხატათ მათი მოსაზრებები. იყო რაიმე ტიპის განხილვები ამ კუთხით დევნილებს გულისხმობ, ანუ დევნილებთან ერთად ჰქონდათ ასეთი განხილვები? დიახ, რა თქმა უნდა იყო, ჩვენ ბუნებრივია დროის სიმცირიდან გამომდინარე ვერ მოვახერხეთ დევნილთა ფართო მასების ჩართვა ამ დოკუმენტის განხილვაში, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ დევნილთა სათემო ორგანიზაციებთან სხვადასხვა რეგიონებში. და ამ პროცესს ფასილიტაციას უწევდნენ ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც არის სიდა, ათინათი, ბილიკი, ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი და სხვა ორგანიზაციები კიდევ რეგიონების. გამოდით მსმენელი ყავს, მოусმინოთ კითხვა თუ აქვს მას და გავაგრძელოთ საუბარი. გისმენთ საღამოშვიდობის. ალო. გამარჯობათ. გესმით? დიახ, გისმენთ. მაინტერესებს ახლა დევნილები გასაგებია გაჭირებულები არიან, მაგრამ არადევნილებისთვის ამე პროგრამა არის ესეთი გასაქმებისადმი. კარგი, დიდი მადლობა. ჩვენ ჯერჯერ ამჯერად საუბრობთ დევნილებზე, ხო ალბათ ეკა ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, არადევნილებისთვის არის თუ არა რაიმე პროგრამა, არ ვიცი. დიახ, ეს მართალია არადევნილ მოსახლეობას ირიბად ეხება ეს დოკუმენტი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებაში ხშირად ისმევა შეკითხვები თუ რატომ უნდა სარგებლობდნენ დევნილები უპირატესობით დასაქმების უზრუნველყოფაში, მაშინ როცა ქვეყანაში უმუშევრობა არადევნილი მოსახლეობისთვისაც მწვავე პრობლემას წარმოადგენს. იცით, მე მინდა მოვიყვანო მსოფლიო ბანკის 2013 წლის ანგარიში, რომელიც ეხებოდა დევნილთა სფეროში საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის პრაქტიკას და ამ ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უშლის დევნილებისათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობას. პირველი ფაქტორი ეს გახლავთ შეზღუდული ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და ფინანსურ რესურსებზე. აი აქვე 2012 წლის გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის სტატისტიკა მინდა მოვიყვანო, რომ აი დევნილების 80%-ზე მეტ სამწუხაროდ არ მიუწვდებათ ხელი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი, რაც აფერხებს დევნილთა ხელმისაწვდომობას საარსებო წყაროებზე, გახლავთ მწირი სოციალური კაპიტალი. შესაბამისი უნარების არ ქონა. ბუნებრივია ბაზარზე არსებობს სხვადასხვა მოთხოვნები, მაგრამ სამწუხაროდ ის უნარები, რომლებიც დღეს გააჩნიათ დევნილებს, ვერ პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ფსიქოლოგიური ფაქტორები, ხო? დახმარებაზე დამოკიდებულება. ბუნებრივია ბოლო 20 წლის განმავლობაში დევნილები სამწუხაროდ მიეჩვიენ ამ სხვაზე დამოკიდებულებას და სხვაზე დამოკიდებულების სინდრომი ჯერ კიდევ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ამ თემში. და ბოლოს უნდა აღვნიშნო ასევე ერთ-ერთი ბოლო ფაქტორი, ეს გახლავთ ის, რომ უკიდურესად მოწყვლადი დევნილებისათვის არსებობს ეს ვთქვათ შეზღუდული რაოდენობით სხვადასხვა ტიპის მომსახურეობა. აქედან გამომდინარე, ვთქვათ,
ალბათ ეს ფაქტორები შეიძლება ჩავთვალოთ არგუმენტებად იმისათვის, თუ რატომ უნდა არსებობდეს სახელმწიფო სტრატეგია და სახელმწიფო ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტულად დევნილების ხელმისაწვდომობის განზრდა საარსებო წყაროებში. ანუ განსხვავება არა დევნილებსა და დევნილებს შორის, აი ხა რაც ჩამოთვალეთ თქვენ მსმენელის გასაგონად ვამბობთ ამას, არის სწორედ ის, რაც ახლა თქვენ თქვით, ხო? მათ აქვს უფრო კიდე სხვა პრობლემები, არავინ არ დააობს ალბათ იმაზე, რომ უმუშევრობის პრობლემა არის ისედაც ქვეყანაში ყველასთვის, დევნილებისთვის და არადევნილებისთვის. რეკლამა გვაქვს ეთერში და მოდით რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.